ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ისეთი ენერგია არ მქონდა, როგორც ყოველთვის. გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი ექიმთან. გამაგზავნეს ციტოლოგიაზე. ციტოლოგიაც რო გავიკეთე, დამიდგინდა მკერდის სადინდროვანი კარცინომა. გადავწყვიტეთ ოპერაციის გაკეთება. ვემზადებოდი მთელი სიხარულით. ვიცოდი, რომ ეს ჩემს მდგომარეობას გაცილებით გააუმჯობესებდა. გადავწყვიტე, რომ არ უნდა დავმორჩილებოდი ამ ავადმყოფობას. ძალიან კარგად მახსოვს ქალბატონი მაგას შემოსვლა ჩემს კაბინეტში და დამამახსოვრდა იმით, რომ იყო ძალიან უხასიათოდ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მახსოვს აუხსენით დეტალურად, რომ ეს არ არის განაჩენი, რომ აქ არ მთავრდება მისი ცხოვრება, რომ კიდე ბევრი სახლი აქ ასაშენებელი და კიდე ბევრი შვილიშვილი ყავს ხელში ასაყვანი და ეს არ არის ის მომენტი, რომ ყველაფერი დამთავრდა. პირიქით, ეს იყო დაგვირგვინება მისი მკურნალობის და შემდგომ უკვე ძალიან ბევრი თავისი ცხოვრებისეული მისიები ჰქონდა გასაკეთებელი. ყველა მაშინებდა, რომ სხიური თერაპია საშინელება არის და ეს ძალიან მთრგუნავდა. მაგრამ ისე გამამხნევა, ისე დამაყენა რაღაცნაირად გზაზე, რომ ესეც უშიშრად გავიარე. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ჩემი ექიმი და საუკეთესო ექიმები მყავდა თბილისში. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიყვარს ისინი ჩემთვის მარტო ექიმები აღარ არიან. ისინი შემოვიდნენ ჩემ ცხოვრებაში, ჩემს მეგობრებად. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი მაკას მოსვლის ბოლო დღეს მახსოვს და ქალბატონი მაკა ბოლო დღეს ზუსტად ესე ბედნიერი, გახარებული, გაღიმებული შეხვდა უკვე, რადგან უკვე დაამთავრა სხიური თერაპია, მიხვდა რომ ეს არ იყო რაღაცა კატასტროფა, რომ ეს გადატანადია, რომ თურმე ეს არ არის ის, რასაც ადამიანი ვერ შეძლებს, რომ გაიაროს. პოზიტიურად დაგვემშვიდობა, მიხარია, რომ ყველაფერი კარგად აქვს. მისი დაავადება დამარცხებადია, დროული მომართვიანობის შემთხვევაში კიბო არ არის განაჩენი, ამიტომ დავემალებით ამ დიაგნოზს, მივმართოთ პროფესიონალებს და ჩვენი მხრივ, ჩვენი გუნდის წევრები გვირდებით ყველა პაციენტს იმას, რომ მაქსიმალურად ხარში და გვერდში დაგიდგებით ამ რთული და ეკლიანი გზის მაქსიმალურად მარტივად გავლის. ვინც ახლა გადის ამ რთულ პერიოდს, ან მომავალში შეხვდება, მინდა მიმართო მათ. რომ ეს არ არის ბოლო დღე თქვენი ცხოვრების. თქვენ გეძლევათ შანსი. კიდევ ვიცხოვროთ, ოღონდაც უფრო მეტად დაფიქრებულად, მოფიქრებულად და უფრო მხნედ. თქვენ გაიგებთ, როგორ უყვარხართ მეგობრებს, როგორ უყვარხართ ოჯახს, როგორ ზრუნავენ თქვენზე ნაკლებად თქვენთვის ცნობილი ადამიანები. ანუ ამ დიაგნოზს სხვა მხარეც აქვს. ამას შეხედეთ უფრო. ამით იცხოვრეთ ქრისტიანულად, სიყვარულის გაცემით და სიყვარულის მიღებით. ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ ადამიანმა იბრძოლოს.